მოზარდობის კრიზისზე ვსაუბრობთ დღეს. ეს თემა ბოლო დღეებია კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, რაც Netflix-ის მინისერიალი მოზარდობა გამოვიდა ეკრანებზე და როგორც მერე სოციქსელებში განიხილავდნენ უფროსები, ბევრი დამალული და აქამდე სათანადოდ ყურადღება მიუქცეველი დეტალები გამოაჩინა. მოკლედ გეტყვით, რომ სერიალი არის 13 წლის მოზარდზე, კარგ მოსწავლეზე და კარგ შვილზე, რომელმაც ჩაიდინა მძიმე დანაშაული. მოკლედ ანატოლი გოგონა და მთელი სერიალი არის იმის გადააზრება, რა მიიყვანა მოზარდი აქამდე. ცხადია, დღეს ჩვენ ფილმს არ განვიხილავთ, არამედ იმ საკითხებს, რაც მოზარდებს ფსიქოემოციურ კრიზისში აგდებს. და ცხადია, მიზეზთა ჩამონათვალი უსასრულო შეიძლება იყოს და ამასთან განსხვავებული ჩვენი ქვეყნის მოცემულობაში და სხვაგან, რასაც მეტწილად სოციალური პირობები და მენტალობა განსაზღვრავს, თუმცა საერთო პრობლემებიც უამრავია და ეს საერთო კრიზისი ძირითადად ტექნოლოგიურ განვითარებას უკავშირდება. სოციალური ქსელები versus რეალური ცხოვრება. TikTok, Instagram, Facebook, Snapchat სკროლვაში საათები გადის და უფრო აღრმავებს გრძნობას, რომ სხვები უფრო საინტერესო ცხოვრებას ეწევიან. ფილტრებით შექმნილი ახალი სტანდარტი კი მათ თვითშეფასებას უფრო აუარესებს. ინფლუენსერებმა კი ახალი სტერეოტიპები გააჩინეს, რაც ხშირად კიბერბულინგის მიზეზი ხდება და ამას ისიც ემატება, რომ თაობათა შორის ტექნოლოგიური უსწრულის გამო უფროსები ვერც კი ხვდებიან, რატომ აქვს მოზარდების ვირტუალურ ცხოვრებას რეალური ემოციური გავლენა, რაც რიგ შემთხვევებში დანაშაულში კონვერტირდება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მოზარდების ასაკზე და იდენტობის ძიების პროცესში ურთიერთობებსა და ემოციურ კავშირებზე, უпростоრად ურთიერთობების პროტოკოლზე, რამაც მოზარდობის კრიზისში დანაშაულის რისკი უნდა დააზღვიოს. რა სურთ მოზარდებს და როგორია ჯენზი და ალფა თაობის მოზარდობა და როგორ ნაწილდება სახელმწიფოს, მშობლების და საზოგადოების როლები და პასუხისმგებლობები ადამიანის პიროვნება ჩამოყალიბების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპზე. სტუმრებთან ერთად გავშლით დღეს ამ თემას, თუმცა შესავალში მინდა გაჩვენოთ ვიდეო რუბრიკიდან მშობლები და შვილები, სადაც მთავარი ზუმი სწორედ მოზარდზეა, რა სურთ მშობლებს და რა სურთ შვილებს. კატო და ირაკლი კიკვაძეები არიან დღევანდელი ვიდეოს აქტორები და მინდა რომ ყურადღებით მოусვინოთ მათ ვიდეოს შემდეგ ჩვენ სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. მე ვარ ორი შვილის мама, ჩემი პირველი შვილი არის 25 წლის, ასე რომ მოზარდების ასაკი ასე თუ ისე მეგონა ვიცოდი, მაგრამ სულ სხვა ყოფილა გოგოს მოზარდობა. ახლა ამბობს ასეთ რაღაცას, ვიღაცას ეუბნება, არ მახსოვს, რას ლეიხარო. ამ მაგაზე მართლა დიდხანს ვფიქრობ, რას ნიშნავდა. თქვენო და კითხვა. მე ვარ ირაკლი კიკვაძე, კატო კიკვაძის мама. მე ვარ კატო კიკვაძე, 13 წლის. სულსლენგებით საუბრობს ძირითადად და ძალიან ბევრი ინგლისურ სიტყვას იყენებს საუბრის დროს. ჩემთვის ეს უცხოა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ცოტა სხვა თაობის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ მე ყოველთვის პარალელს ვავლებ ჩემს მოზარდ ასაკთან და ჩემთვის ეს რაღაცა გამაღიზიანებელი არ არის, პირიქით ვსწავლობ და მაინტერესებს. იმდენად ჩვეულებრივი გახდა ჩემთვის სლენგების გამოყენება, რომ აი გამოვკვეთა უკვე აღარ შემიძლია, რადგან ეს არ არის ჩემთვის სლენგი, ეს არის უბრალოდ სიტყვა. და მშობლებთან ვცდილობ ხოლმე არ ვიხმარო, რომ არ დავაბნიო და აი უფრო თავისუფლად ვილაპარაკოთ და გამიგონ. რას ლეიხარო რა და ვახ მეთქი რაღაცა ალბათ სუდი სიტყვა თქვა, ისეთი ძალიან დიდხანს სანამ კითხავდი და გავიგებდი, ცოტა დიდი პაუზა მქონდა, მაგრამ მე გავიგერო თურმე ამას რო ადამიანს ეთქვი, ესე იგი ეს ადამიანი ძალიან ისეთია და ხშირად არის რომ აი რაღაცა მომწერა მეგობარმა და ან დედას ან მამას ეუბნები და აი არის რაღაცა სლენგი. ხო და დედა ეს ხო იცი რას ნიშნავს? აი ეს ამას და ამას ნიშნავს, აწი დაიმახსოვარ. პირველ რიგში ვიტყვი რომ რა თქმა უნდა ემოციებშია განსხვავება. ამბობს რომ თქვათ ეს მე მინდა, ეს მე მჭირდება, მე ხვდები რომ ეს მას არ ჭირდება და მას არ უნდა, მაგრამ მივდივართ რაღაც კონფლიქტამდე. და ამ დროს რა თქმა უნდა მე ვცდილობ რომ თუ ახსნით ვერ შევძელი რაღაც პოზიციები დავთმო. უმეტესად ორივე თანაბრად ვთმობთ. მაგრამ აი ბავშვობაში ალბათ უფრო мама მithმობდა, იმიტომ რომ ახლაც სელქი ბავშვი ვარ, მაგრამ ბავშვობაში ხო არ ასე ვიყავი და მოკლედ мама სულ მithმობდა და მიგებდა. ისე პირველი შვილიდან დავიწყებთ იმასთან ჩვენ
არაფერს არ ვთმობდით, არც მე და არც ჩემი მეუღლე. მშობლებიც ცდილობენ რომ გამიგონ. უკვე რო ცრემლებამდე მიდის რაღაცა საქმე, იქ რაღაც ის მერთვება, რა ქვია, შეწყალების რა ვიცი რა, რაღაცა სინდრომი და ცდილობ უკან დავიხიო. უარყოფითად ვერ უყურებ, რაც არ უნდა განსხვავებული ჩაცმულობა იყოს, გააჩნია, რა თქმა უნდა, ყველაფერს, მაგრამ მე ძირითადად კატოს გარდერობიდან გამომდინარე ვსაუბრობ. ხანახან შეიძლება ძალიან ჭრელად მეცვას და კატო სკოლაში რაღაც ესეთი, მაგრამ მაინც მივდივარ და ვფიქრობ, რომ ირაკლიც ხვდება იმას, რომ ეს თაობა არის ძალიან სხვანაირი, უფრო ჭრელს ჩავასმევდი და შეიძლება საროჭკე ჩამესვა, ხალხსტუკი გამაკეთებია, რაღაცას უფრო ჩემებურს. არ უნდა მომესმინა რა უნდა ჩამეცვა და გამეთვალისწინებია წესი. როდესაც კატო მიდის სადმე, მაგალითად, მის მეგობრებთან ერთად საღამოს ყოველთვის ის მეწყება რა, ნერვიულობა და აი აქ რაღაცა ის გვაქვს უთანხმოება იმით, რომ არ წახვიდე, რამდენ ხანში მოხვალ და მე ხვდები ვაანალიზებ, რომ იმისთვის ახლა ეს კითხვები ცოტა ზედმეტია და ისა მირეკავს ხოლმე, რომ აი ბოლო დრო ხვდება, რომ აი რაღაცნაირად არ მომწეს ეს ზედმეტი კონტროლი, თუმცა ხვდები, მართლა ხვდები, რატომ აკეთებს ამას და სულაც არ აღვიქვამ. და დამირეკავს ხოლმე და მირეკავს მარტო მაშინ, როცა მეგობრებთან ვარ, კატო როგორ ხარ, რა შვები და მეთქი მამა აგერა, აქ ვარ, იქ ვარ, всё. აი მომდაგვარეთ. ფაქტიურად ჩვენ კატო არ დაგვისაჯია არასოდეს. მეორე შვილი კი? კი, ნამდვილად არ ვისჯები და არც მიმაჩნია სწორად ბავშვის დასჯა. და ყველაზე ცუდი დასჯა არის ტელეფონის წართმევა ან რამე. აი მაგალითად წლების უკან ძალიან ამბავია რომ რაღაც დედას რაღაცაზე წავეკამანთა და არც დაუსჯევა რაც არაფერი უბრალოდ დამაიგნორე. შოკატო არ არის და აი ეგ იყო ყველაზე საშინელი დასჯა. ჩემს მეუღლეს მაგალითად ეს გამოდის. ანუ მაგას იმას დიანას შეუძლია რომ თუ თქვა ძალიან დიდი ხანი აქვს ტელეფონი, გამოართვას ტელეფონი. მე არ გამიკეთებია ეს. მე პირიქით რომ მივხვდი რომ ცოტა ძველი ტელეფონი ქონდა, წავიყვმალე და ახალი ტელეფონი ვიყიდე და რაღაც ცოტა ისეთი ისე მაქვს, რა ქვია. ცუც ვაკეთებ ალბათ შეიძლება, მაგრამ არ ვიცი რა. ვერასოდეს ვერ მეგობრობდი TikTok-თან და არ მქონია ჩავწერე რამდენჯერმე წავშალე და კატომ ერთ დღეს TikTok-ზე განთავსება დააპირა თავისი იმის რა ქვია ვიდეოების როგორც რეჟისორს ძალიან ესმის ჩემი და პირიქით რამ ერჩევა სუმადროს ასე გადაიღე ისე გადაიღე მეც ვუხსნი რომ მეთქი მამა ეს არის TikTok-ი მე არ ვიღებ ფილმს ასე ჯობია მაგალითად ამისთვის სადღაც 70,000 ნახვა ზოგს 50,000 მივხვდი რომ რაღაც საინტერესოს აკეთებს ალბათ ეს ბავშვი რომ ამდენი ადამიანი უყურებს და მე უკვე დავიწყე კვლევა იმის თუ რას აკეთებდა და მივხვდი რომ ცუც არაფერს არ აკეთებს უბრალოდ ერთობა და ამ გართობაში რაღაც თავს ალბათ პოულობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ბავშვთან საუბარი არის. ხვდები რომ ორივე შვილს დედისგანაც და მამისგანაც ყურადღება ჭირდება მაქსიმალური და როდესაც მე მაგალითად დაღლილი მოსულ ვარ სამსახურიდან რაღაცა საქმიდან და ერთი სული მაქვს რომ ბალიშზე დავდო თავი და დავიძინო, ხშირად მოსულა კატო ჩემთან, თავისი ამბები მოუყოლია და ხანდახან არ მომისმენია და მას ეს წინს, რომ მეორეჯერ მოვაყოლე, მესამეჯერ გესმის და მაგ დროს ჩემს თავზე ბრაზდები, რა თქმა უნდა და ყველანაირად ვცდილობ მოვიყვანო ჩემი თავი ხელში, რომ მოусმინო და რაღაცა რჩევები მივცე. ბავშვთან ველაპარაკები, ხვდები რატომ გააკეთა ასე, რატომ მოიქცა ასე და შენაც უხსნი შენს პოზიციას. დღევანდელ თაობას აქვს ერთი ძალიან ისეთი განსხვავებული ჩვენსგან ძალიან უფრთხილდებიან თავის პირად სივრცეს. ხშირად ტელეფონზე კოდი უდევთ რაღაც, რომელსაც დედამიწაზე ვერ გახსნის. ხვდები იმას, რომ რაც არ უნდა ჩვენ ვაკონტროლოთ მშობლებმა მათი პირადი სივრცე. ისინი დღეს მაინც თუ ჭირდებათ დამალვა რამეს, მაინც დაგვიმალავენ და ამიტომ სხვანაირად ვფიქრობ, მიდგომა არის საჭირო არა კონტროლი, არამედ მასთან საუბარი და მის პრობლემებზე, რომ ზუსტად ვიცოდეთ ერთმანეთი რა და სადღაც არ დავიკარგოთ. ხშირად ხოლმე ჩვენს თაობას გონია, რომ მშობელს საერთოდ არ აინტერესებს. ზოგი ბავშვი ამას თავის თავში იმალავს და
ამ თემაზე ძალიან ბევრს ფიქრობს და შეიძლება ან სუდამდე მივიდეს, ან კარგამდე და ფიქრობ ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ მშობელმა თავიდანვე ისეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს ბავშვთან, რომ ბავშვი შეეძლოს ამაზე ლაპარაკი. რადგან თუ არ გაქვს ეს ურთიერთობა ჩამოყალიბებული, რაც არ უნდაოდეს ბავშვს, გაუჭირდება შენთან ამაზე დალაპარაკება. მშობელი უნდა ითვალისწინებდეს, რომ ბავშვს აქვს თავისი პირადი სივრცე, ბავშვს ჭირდება თავისუფლება და ბევრი მშობელი ამას ვერ ითვალისწინებს და უმეტესობა მშობლები ხშირად ხოლმე მკაცრი არიან და ბავშვი მშობელთან ლაპარაკობდეს, მშობელთან ხალისობდეს და არ იყოს დაძაბული და მკაცრი ურთიერთობა. იმიტომ რომ ბავშვს თუ მშობელთან კარგი ურთიერთობა აქვს, ისე რაც არ დაუმალავს არაფერს. ბუნიკი არის ძირითადი თემა, რომელსაც ხვდება ჩემი თაობა და ბევრს ძალიან უჭირს ამ თემის გარაჭრა და ბევრი ცუდად ამთავრებს. მე ყველგან შევხვედრი რომ მაგალითად ცხოვრებაშიც მქონია ეგეთი შემთხვევა და ახლა ინტერნეტში. ძალიან გახსნილია და ის თავის პრობლემებზე ყოველთვის, თქვათ, სკოლის იქნება ეს თუ მეგობრებთან რაღაცა ურთიერთობები, ყოველთვის გახსნილად საუბრობს. ჩვენი იმედი აქვს იმის, რომ ჩვენ ყველაფერს გავუგებთ და ყველაფერში მის გვერდით ვიქნებით. მე ვეძახი ჩემს პირად ფსიქოლოგს. და მე ბევრი რამე მისწავლია მისგან, მაგალითად, როგორ შევიკავო თავი, როგორ გავატარო რაღაც, როგორ ელაპარაკო მას, სხვათა შორის. TikTok-ი ვისწავლე, TikTok-ის ყურებ, TikTok-ზე სწორად რო არ უნდა გადახვიდე რაღაცა ლინკებზე და რაღაც ვიღაცების სტორიები უცებ არ ნახო. რაღაცები ვისწავლე რა. კაი კაცი ხარ შენ. კაი კაცი ხარ შენ. მას ჩვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის აქვს, ეს არის ალბათ ამ ვიდეოში ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა და მთავარი მიზეზიც, რაც მამაშვილის ურთიერთობას ჰარმონიულს ხდის. მადლობა კატოს და ირაკლის მათი პირადი ემოციების გაზიარებისთვის. ნინო ეფხოშვილი გვყავს ხაზზე, ფსიქოთერაპევტი, გარდატეხის ასაკის მოზარდებთან მუშაობის გვარიანი გამოცდილებით და ფილმიც ნანახი აქვს, რომელზეც მე ვისაუბრე წარდგენაში. მივესალმები სტუმარს. მოგესალმებით. ნინო, საღამოშვიდობის, დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ, ძალიან დიდ თემას შევეხეთ. დღეს და პირველად არა სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩვენ ამ გადაცემაში სხვა დროსაც გვისაუბრია, თუმცა ახლა რატომაც გახდა აქტუალური ეს ამბავი, ვახსენე, რომ ეს არის ფილმი, რომელიც Netflix-მა გადაიღო და რაღაც სხვანაირად დაგვანახა ეს პრობლემა, როგორც სოციალურ ქსელებში განხილვებს მოჰყვა. მოდით, სანამ ფილმზე გადავალთ, ვისმედით ახლა ჩვენი რესპონდენტების დიალოგებსაც მამაშვილის და იმედია გესმოდათ. მათ საუბარშიც ნახავდით ალბათ რამე საკამათო სწორად აკეთებენ ისინი ამას თუ არ აკეთებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შედეგი არის მნიშვნელოვანი, რომ მათ აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ. მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, აი ყველაზე ხშირად, ყველაზე გავრცელებული უთანხმოება მშობლებსა და შვილებს შორის ჩვენს დროში რა არის? თქვენს მე მგონი მაგასაკის შვილი გყავთ თან, როგორც ვიცი. 15 წლის შვილი მყავს კი. ყველა გავრცელებული არის, ყველა თაობაში რაც იყო, განსხვავებულ ენებზე ვლაპარაკობ. და აი ზუსტად სიუჟეტში იყო, რომ ეხლა ესენა კიდევ უფრო განსხვავებულია, ხო? განსხვავებულ ენებში მხოლოდ განსხვავებული სიტყვები არ იგულისხმება. ზოგადად რაღაცა განსხვავებული აღქმები გვაქვს, განსხვავებული სტერეოტიპები გვაქვს და ეს დაუშვათ ხით ჩატეხილობა რაც თაობებს შორის სულ იყო, ამ თაობაში კიდევ უფრო გაიზარდა, იმიტომ რომ ეს არის თაობა, რომელსაც აქვს წვდომა უზარმაზარ ინფორმაციასთან. ჩვენ თაობას ესეთი ღია წვდომა ამ ხელა ინფორმაციასთან არ ქონდა, ამ თაობას აქვს გამორჩეულად, მოკლედ ეს და ეს ინფორმაცია კიდე ყოველდღიურად იზრდება. და ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენი შვილები არიან ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულები. მე დავწერე კიდევაც სოციალურ ქსელში, რომ როდესაც კოლეგებისგან გავიგე ამ სერიალის შესახებ და მეგონა რომ პირველი ვიყავი ვინც გავიგე, აღმოჩნდა რომ ჩემს შვილს ეს ფილმი უკვე ნანახი ქონდა სერიალი. კი ბატონო. ნინო, სოციალურ მედიაზე გავაკეთეთ ჩვენ აქცენტი, რომ აი ეს ალტერნატიული რეალობა ონლაინ სივრცეში, რომელიც აქვთ შექმნილი მოზარდებს, ხო, აბსოლუტურად სხვაგან ამყოფებს და ხშირ შემთხვევაში მშობლებს ძალიან უჭირთ გაგება შვილების. აი ესეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ, აი ამ სიცარიელეს, უпростоრად რა სიცარიელებს ივსებენ ისინი იმ ალტერნატიულ რეალობაში და სოციალში, რასაც ვერ ახერხებენ რეალურ ცხოვრებაში, ანუ რა აკლიათ მათ? ხო, მე არ
უყურებ უბრალოდ ეს საკითხს, რომ სოციალურ ქსელში ისინი სიცარიელეს ივსებენ და ზოგადად მე არ მივესალმები არაფერს ამ ბრძოლას და მით უმეტეს სიახლეებთან, სოციალურ ქსელთან, ინფორმაციასთან. მოკეთ, ის რაც არის ახალი რეალობა, ამას ჩვენ ვერ შევებრძოლებით, ვერ შევეწინააღმდეგებით, ვერ ავკრძალავთ, კონტროლიც კი გაგვიჭირდება. ჩემთვის არის მთავარი და ყველას, ასე ვთქვათ, ჩემი რეკომენდაცია ყოველასთან არის ხოლმე ის, რომ ჩვენ ვასწავლოთ ჩვენ შვილებს ნავიგაცია ამ სისტემაში. რაც არ არის მარტივი. ეს წეღან რაც ვახსენეთ, ანუ ცვლილებების მიმართ ჩვენ უფრო მეტად გვაქვს მიუღებლობა, ჩვენ შვილების თაობას და კიდევ უფრო ახალ თაობას, ისინი უფრო ღია არიან ცვლილებების მიმართ და ჩვენ რაღაცნაირად ჩვენც უნდა გადმოვეწყოთ იმაზე, რომ ცვლილებებთან კი არ ბრძოლა კი არ გამოვაცხადოთ, არამედ გავარჩიოთ, მოკეთ რა ცვლილება არის ჩვენთვის სასარგებლო და ყველაფრის გამოყენება შეიძლება მოკეთ სასარგებლოდ, თუ აი ნავიგაციას და ჩვენ შვილებს ვასწავლით ნავიგაციას სწორად ამ სისტემაში. კი ბატონო, აი რა უნარები ჭირდებათ, მით უმეტეს იმ მშობლებს განსაკუთრებით, ვინც რაღაცა მანდამაინც ისეთი მეგობრული არ არის თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ამ შემთხვევაში რა რჩევა შეიძლება რომ მიუცეთ მშობლებს, როგორ არ დაკარგონ რაღაც შვილებთან კონტაქტი და ეს გაუცხოება არ მოხდეს მშობლებსა და შვილებს შორის. შესაძლებელია რამე ისეთი პრაქტიკული რჩევები მიუცეთ? ხო, აი, ის როგორც იქნება ზოგადად ეს რაღაც ახალი პროდუქტები ტექნოლოგიური, ასევე იქნება აი ამ ნავიგაციისთვის რაღაცა ესენი რა ქვია, აპლიკაციები და მილიონი რაღაც მე არა ვარ ამაში ექსპერტი, უბრალოდ თუ მოვინდომებთ, აუცილებლად ვისწავლით ამასაც. ან ჩვენ მშობლებს უკვე გვჭირდება დამატებითი უნარების შეძენა ამასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ აკრძალვა არ მუშაობს და მე არ მივესალმები ისეთ ჩემი მოსაზრება ამაზე. მეორე საკითხი არის, რომ ჩვენ უნდა აი წეღან ამ სიუჟეტშიც მამაშვილმა ახსენეს, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან ბევრი, ვისაუბროთ ყველა თემაზე და ჩვენგან თუ შესაძლებელია რამე ინფორმაცია მიიღონ, ბევრად უფრო კარგია ხოლმე, ვიდრე დაუშვათ მიიღონ ინტერნეტ სივრციდან გადაუმოწმებელი ფეიკი ანუ შეიძლება არასასარგებლო ინფორმაცია, ხო? ამიტომ აი სიცარიელე რაც ახსენე არის ის, რომ თუ მე მაქვს მოზარდი ვარ და მაქვს კითხვები, რომლებსაც პასუხებს ვერ ვიღებ მშობლებისგან, მივდივარ და ვეძებ ამ ინფორმაციას ინტერნეტ სივრცეში და იქ მე გარანტირებული არ მაქვს, რომ ეს ინფორმაცია იქნება სწორი, კარგად მიწოდებული და ასე შემდეგ და შემდეგ და აი იმ თემებზე რა თემებიც მოკლედ მნიშვნელოვანია ამ ასაკში მოზარდებისთვის კომპეტენტურმა ადამიანებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და მშობლებიც უნდა ვეცადოთ რომ ჩვენი დოზით კომპეტენტურები ვიყოთ. ყველაფერში კომპეტენტურები ვერ ვიქნებით, მაგრამ ბევრი უნარის დამატება გვჭირდება მშობლებს ამ ეპოქაში. კი ბატონო, თუ მშობლები ვერ ახერხებენ ამ კომპეტენციებით აღიჭურონ საკუთარი თავი, რაღაც სკოლა ან რაღაც საზოგადოება, სადაც აქვთ შეხება მოზარდებს, ალბათ იქ მაინც სადღაც რომელიღაც რგოლში მაინც საჭიროა და აუცილებელი რომ შეხვდეთ ამ მოზარდებს კომპეტენტური ადამიანი, ხო? მოდით სერიალზე გკითხავთ, აი ამ სერიალმა რაღაც ესეთი გამოიწვია ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა სოციალებში, არ ვიცი, ყველა მეორე პოსტი მე მგონი რამდენიმე დღის წინ ეხებოდა აი ამ Netflix-ის ახალ სერიალს, რომ ამბობდნენ მშობლები მათ შორის, რომ ძალიან ბევრი რამ დაგვანახა სხვანაირად და სხვა კუთხიდან, აი რა პრობლემა დაგვანახა, რაზეც მშობლებს მანამდე არ უფიქრიათ, ან უბრალოდ ამ პრობლემაზე სხვა კუთხიდან არ შეუხედავთ, თქვენი მოსაზრება გითხარი. ხო, პირველი რაც არის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვუყურებთ ძალიან ჩვეულებრივ ოჯახს, რომელსაც თითქოს არანაირი პრობლემა არ აქვს და მოზარდს, რომელიც ასევე ერთი შეხედვით ძალიან ესეთი კარგი მოსწრების და კარგი ოჯახის, ასე ვთქვათ, კარგი შვილი, კარგი მოსწავლე, კარგი მეგობარია და რაღაც მოწმენდილცაზე ხდება ეს ამბავი, ხო? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ სერიალში, რომ მე ეს არ დამემართება აი ამისგან დაზღვეული, რომ არავინ არ ვართ. ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, სათქმელი ამ სერიალის ჩემთვის, რომ ყველა ვდგავართ ამ საფრთხის წინაშე, აი ამ მოცემულობაში, ნებისმიერ მოცემულობაში და განსაკუთრებით ეხლა, როდესაც რაღაც ვიღაც იდეოლოგმა შეიძლება ვიღაც ისე გახდეს არასწორი ავტორიტეტი შენი შვილისთვის და ისე მისდიოს მას და ისე მისი ქცევები ისე განაპირობოს მოკლედ ვიღაცა გაურკვეველმა მოკეთ ადამიანმა, რომ აი შენ საერთოდ არ იცოდე ამის შესახებ და ფაქტის წინაშე აღმოჩნდე. კი ბატონო.
ნინო, ერთი ძალიან საინტერესო შენიშვნა შემხვდა რამდენიმე კომენტარი უბრალოდ მშობლების, რომ ეს ხო ბრიტანეთში ხდება, ჩვენი შვილები სხვა მოცემულობაში არიან და ჩვენთან აბსოლუტურად სხვა პრობლემები არის. მე ესე არ შევხედე ამ სერიალს, სხვათა შორის გუშინ 4-ვე სერიას ერთად ვუყურე და ესე არ შევხედე, იმიტომ რომ ის პრობლემა, რაც არის ამ სერიალში წარმოჩენილი, არის აბსოლუტურად იდენტური, რაც აქვს ჩვენს საზოგადოებაში. მაგალითად იგივე, აი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო სექსუალური განათლების შესახებ. აი ამ ასაკში ზუსტად როცა სექსუალური იდენტობა უყალიბდებათ მოზარდებს, პირადი საზღვრები, ემოციური ჯანმრთელობა, თვითგამოხატვა, აი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი არის, ხო? ეს თემები ჩვენს ქვეყანაში ცოტათი ტაბუირებულია, ოჯახთან და საზოგადოებასთან მიმართებაშიც რაღაცა გარკვეული ტიპის ურთიერთობის სირთულეებსაც ქმნის. აი ეს რამდენად მნიშვნელოვანი მინიშნება იყო თქვენ როგორ ფიქრობთ, აი საქართველოსთან მიმართებით ვიწახი, საქართველოს რეალობაში? მადლობა ამ კითხვისთვის. ესე იგი, ეს ნამდვილად არ არის მხოლოდ ბრიტანეთის პრობლემა, აბსოლუტურად იდენტური პრობლემის წინაშე ვდგავართ ჩვენც და ეს რომ ჩვენ არ ვიცით და მასწავლებლებმაც არ იციან და ზოგადად არ ვიცით ეს თემა, როგორ უნდა ვესაუბროთ ამ საკითხებზე. ჩვენ შვილებს არის ძალიან დიდი გამოწვევა, როცა მე ვახსენე, რომ რაღაცა კომპეტენციები უნდა შევიძინოთ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი კომპეტენცია, რომ როგორ ვესაუბროთ ჩვენ შვილებს იმ თემებზე, რა თემებზეც მაგალითად ჩვენ არასდროს გვესაუბრებოდნენ. და ძალიან დავწერე კიდევაც მე სოციალურ ქსელში ამაზე სტატუსი, რომ ჩვენ თითქოს მშობლებს ესეთი დამოკიდებულება აქვს, რომ მე ჩემით გავიყვალე გზა და ჩვენი შვილების თავით გაიყვალავენ ამ გზას და ზუსტად ჩემი დამოკიდებულებაც ესეთია, რომ კაცმა არის ჩვენს რამდენად სწორად გავიყვალეთ აქ გზა და მეორეც ეხლა გაცილებით სხვა საფრთხეები არსებობს ამასთან დაკავშირებით და თუ ჩვენ უკეთ ავიღებთ მოვიხსნით პასუხისმგებლობას ამაზე და ასე მივანდობთ აი ზუსტად ეს არის ძალიან კარგად ნაჩვენები ამ ფონდში რომ თუ ჩვენ მივანდობთ ლაუშოთ არ სპას მივანდობთ ამას რა თავისით გაიყვალავს აი ესეთი დამოკიდებულება თუ გვექნება ამ საკითხამდე შეიძლება ზუსტად ამ შედეგამდე მივიდეთ იმიტომ რომ ვინ იქნება ავტორიტეტი ვინც ამ გზის გაკვალვაში დაეხმარება უნდა დაგვიმართლოს რომ სწორია მოჩნდეს და დიდი შანსია რომ არ აღმოჩნდეს მოკლედ სწორი ავტორიტეტი ამ სფეროში. კი ბატონო, მე მგონი ყველაზე მთავარი რჩევა მოусმინოთ ბავშვებს. არის ყველაზე მთავარი რჩევა ალბათ მშობლებისთვის. როგორც აი ამ სოციალურ და ინტერნეტში ნავიგაციაში, ისე საკუთარ ემოციებთან ნავიგაციაში და მოусმინოთ აკითხოთ ხოლმე რა მოხდა სკოლაში, ხშირად ვესაუბრობ მოკლედ რა იგრძენი, რას გრძნობენ, რა გამოწვევები აქვთ და ჩვენ თვითონ ვიყოთ მოდელი იმის, რომ ვისაუბროთ ჩვენ გრძნობებზე, რა გრძნობს, რას გრძნობთ, რა გვაწუხებს მოკლედ აი ჩემთვის მოკლედ რო შევაჯამო თუ მაქვს დრო ამ მოზარდობის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის მოზარდს დავეხმაროთ საკუთარი თავის მიღებაში, თვითდამკვიდრებაში და ეს ყველაფერი გადის იმაზე რომ მოვუსმინოთ რას გრძნობენ ის. აი ამ გრძნობებზე ვესაუბროთ, ემოციებზე ვესაუბროთ, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად რაც გამიგონია ხოლმე ძალიან ბევრ მოზარდთან მიმუშავია, რაღაც მაწუხებს და არ ვიცი რა მაწუხებს, რაღაცა მინდა და არ ვიცი რა მინდა. ანუ გაცნობიერება იმის რა აწუხებთ, რას გრძნობენ, რა გამოწვევები აქვთ, როგორ მიიღონ საკუთარი თავი, როგორ დაიმკვიდრონ თავი, მერე მოწყენილობას როგორ მოერიონ. მოკლედ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს მოზარდებს და ამას სერიოზულად უნდა შევხედოთ ჩვენ მშობლებმა და რაღაცნაირად დავეხმაროთ. ჯერთით ჩვენ თავებს დავეხმაროთ საკუთარი ემოციების გაცნობაში, გაგებაში, ნავიგაციაში და მოდელები ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის ღიაობის, ემოციებზე საუბრის, გამოწვევებზე საუბრის და ხო და თუ მოკლედ მივიხმართ ხოლმე ამაში იგივე ფსიქოკონსულტანტ, ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევტ ეს მე მგონი დღევანდელი საზოგადოება მიხვდა რომ არ აღწირდება რაღაცა პათოლოგიასთან ფსიქოკონსულტანტები ჯანმრთელ ბავშვებთან მუშაობს. კი ბატონო, მით უფრო როცა ჩვენ არ ვიცით ამ დროში როგორ უშველოთ პრობლემას და მე არ ვუთხრათ შვილებს ვის გავხარ შვილო. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს გაუცხოების მაჩვენებელი არის ეს ფრაზა ჩემთვის ვის გავხარ შვილო, იმიტომ ვერ უგებ მშობლებს. ნინო, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი განაცემის სტუმარი. მაყურებელს შევახსენებ, ნინო ეფხოშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ფსიქოკონსულტანტი, საუბრობდით მოზარდობის კრიზისზე.
მემშვიდობა სტუმარს, მადლობა. Როგორ რა მეთოდით, მიდგომებით, ფორმით უმკლავდება სახელმწიფო მოზარდების პრობლემებს, რა სერვისებს ახვედრებს მათ კრიზის სკოლაში და სკოლის მიღმა და საყვარისია თუ არა ეს მხარდაჭერა მოზარდებისთვის. მასწავლებელი და ფონდი ალქნის სოციალური მუშაკი ყავს სტუდიაში თამუნა ლომთაძე და მაგდა მოდებაძე და თუ შესაძლებელი იქნება დისტანციურად შემოგვიერთდება თიკო აბაშიძე, ბავშვთა ინტერესების დამცველი. ის არ იმყოფება საქართველოში და დღეს ვერ მოვიდა სამწუხაროდ ჩვენთან სტუდიაში. მე მივესალმები სტუმრებს, მადლობა. ძალიან დიდი თემა არის და რახან სახელმწიფოს სერვისებს უნდა შევეხოთ და სკოლას, რომელიც არის პრინციპში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი აი გარდატეხის ასაკში ყოფი ბავშვებისთვის, იმიტომ რომ ზუსტად აი ზოგადი განათლების ეტაპს ემთხვევა ის გარდატეხის ასაკის წლები, ხო, მოზარდობის კრიზისი. ქაბატონ თამუნა, თქვენით დავიწყოთ, მოდით აი მოზარდობის კრიზისი როგორ ხედავს აი ამ კრიზისს, ამ პრობლემას სკოლა? სკოლაშიც აისახება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ჩანს ბავშვების პრობლემები სკოლაში. ამ ბოლო დროს ხშირად ვამჩნევთ ჩვენ მასწავლებლები, რომ ბავშვები არიან უფრო მოწყენილები, ინერტულები, სევდიანები, დარდიანები. ძალიან თვალსაჩინოა ესა და რა თქმა უნდა ვშფოთავთ ამაზე, ფიქრობთ, ვწუხვართ და ვცდილობთ დავეხმაროთ ბავშვებს, მაგრამ ეს ისეთი რთულია საგაკვეთილო პროცესში, როცა გვაქვს უამრავი პროგრამა, სერიოზული პროგრამა დასავლძლევი, უამრავი საქმე გვაქვს სკოლაში, სწავლა-განათლებას რაც შეეხება, ასე დროს ბავშვთან პირადი ურთიერთობის დამყარება ცოტა ჭირს. ვცდილობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ძნელია მოიპოვო ბავშვის ნდობა და აი გულისკარი რო გაგიხსნას, აი ეს არის ძალიან რთული. კი ბატონო, ანუ თქვენ რამდენიმე რაღაც დეტალი ჩამოთვალეთ ახლა, რომ ესე მოწყენილები არიან, ლაპარაკობენ, კომუნიკაციაში არ შემოდიან. აი რითი შეიძლება, რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ეს კრიზისი თუ არის შესაძლებელი, მაგალითად, რა ტიპის კრიზისში იმყოფება იმ წუთას მაგალითად მოსწავლე. არის ის ბულინგის მსხვერპლი, რაღაცა სოციალურ ქსელებში და ალტერნატიულ რეალობაში დაკარგული, რა სჭირს მოზარდს, რამდენად არის შესაძლებელი ამის დადგენა და აი თან ნახეთ, რომ პირველი რგოლი არის მაინც მასწავლებელი, ხო? მე არ მინდა რომ მთლიანად პასუხისმგებლობა მასწავლებლებს ავკიდო, იმიტომ რომ იქ მხოლოდ მასწავლებელი არ არის, მშობელიც არის, საზოგადოება, მეგობრები, მაგრამ რადგანაც პირველი რგოლი ძალიან დიდ დროს ატარებენ ბავშვების სკოლაში, რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ იცოდეს მასწავლებელმა ამ პრობლემების ამოცნობა, თუ არის შესაძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა და ამისათვის საჭიროა მშობელთან თანამშრომლობა. აი მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა, მე მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და ჩვენ ვაწყდებით ხშირად ისეთ რაღაცებს, რომ მშობელი არ გენდობა შენ მასწავლებელს, მშობელი არ გენდობა და როცა ბავშვი ამას გრძნობს, რომ მშობელი არ ენდობა მასწავლებელს, მე ამ ბავშვის ნდობის მოპოვებაც ძალიან რთულია. თუმცა საგაკვეთილო პროცესი არის მოსწავლეს რა იწევს, მოდით ამაზეც ვიკითხოთ. ხოდ მასწავლებელზე არ არის მთლიანად სკოლა მოვიაზროთ, რატომ არ ენდობა სკოლას მშობელი? სისტემა არის რაღაცნაირად ისე შექმნილი, ისე არის ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ისე აკინძული, რომ ბევრი ფაქტორია ძალიან. ну რა ვიცი აი რამდენად იღებს პასუხისმგებლობა სკოლა მოდით ვთქვათ პირდაპირ ჩვენს გადაცემაშიც გვისაუბრია ამაზე ბევრჯერ როცა რაღაც კრიზისი არის სკოლაში ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე რომ ფსიქოლოგი არ ყავს სკოლას და რაღაც სჭირდება გარკვეული პერიოდი რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგმა გაუწიოს მომსახურება მეორე ამბავი არის კიდევ რომ სკოლა მუდმივად ცდილობს რომ ეს პრობლემა აიცილოს თავიდან მაგალითად ამ ფრაზებით რომ ამბავი მოხდა სკოლის ტერიტორიის მიღმა რომ რაღაცა კამერა გათიშული იყო ან უამრავი პრობლემა და ხშირად არის რომ ბავშვების გადაყვანას ითხოვენ სხვა სკოლებში და რაღაცა ერთგვარად ამ პრობლემის თავიდან აცილებას როცა ჩვენ უნდობლობაზე ვსაუბრობთ არის თუ არა ეს რაღაც რეალური ამბებიდან გახსენებული მაგალითები იმის მიზეზი რომ სკოლას და სისტემას არ ენდობა მშობელი კი რეალური მაგალითები გვაქვს გუთველები უნდა ვიყოთ ახლა თქვენი მაგალითებიცაც თქვათ რეალურად არის ეს მიზეზი რა თქმა უნდა რეალური მაგალითები აი მაგალითად ეხლა უცებ რაც მახსენდება როცა ობიექტურად აფასებ მოსწავლეს და ზოგჯერ ეს ობიექტური შეფასება არ მოსწონს მშობელს ხო მომენტალურად მშობელი მასწავლებელთან მოდის აგრესიით და ცდილობს დაიცვას შვილი
თითქოს ჩვენ ვართ მონსტრები, ჩვენ მასწავლებლები რაღაც საშინელებას ჩავდივართ, რომ ის დაბალი ქულა დაუწერეთ ბავშვს ან რაღაცა და უნდათ რომ დაიცვან ჩვენგან ეს შვილი. არა და მოსწავლის და მასწავლებლის ურთიერთობა ძალიან ისეთი ფაქიზი რამ არის, იცით? ზოგჯერ მასწავლებლებს გვჭირდება ისეთი რაღაცეების გამოყენება გაკვეთილზე სიტუაციიდან გამომდინარე, რომ აი ისეთ რაღაცეებს ვაკეთებთ ხოლმე, რაც შეიძლება ჩვენს პიროვნებას ეწინააღმდეგება, მაგრამ გიწევს და ვფიქრობ, რომ ამას ახლა ასე გავაკეთებ და მე მოსწავლის რეაქციიდან გამომდინარე, ასე მივუდგები, ისე მოვუდგები, ანუ თუ ჩვენ რაღაცას ვცოდავთ, თქვით ცდილობთ, რომ ეს ცოდვა ჩვენ თვითონვე გამოვასწოროთ, ხო? ოღონდ ამისათვის ჩვენ გვჭირდება რაღაც გარკვეული დრო. ხო? მაგალითად დღეს ასე მოხდა, ხვალ ასე იქნება და რაღაცა მოსწავლე და მასწავლებელი ყოველთვის იპოვის საერთო ენას. არ არსებობს რომ არ იპოვოს. კი ბატონო, მე სანამ მაგდასთან გადავალ, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვა კიდევ. აი ეს სახელმწიფო სერვისზე, სკოლის სერვისზე როცა ვსაუბრობთ, ხო? კანონით არის გათვალისწინებული, რომ სკოლას უნდა ყავდეს ფსიქოლოგი, მანდატური, ცალკე არის კიდევ მასწავლებელი, მშობელი, ეს მთლიანად ჯაჭვია. რამდენად არის ეს ჯაჭვი შეკრული და რამდენად საკმარისი არის ის სახელმწიფო სერვისები, რასაც იღებენ მოსწავლეები, მოზარდები კრიზისობის პერიოდში. აი ეს გამართულობა ამ სისტემის ამაზე მინდა რომ მითხრათ, რაც სჭირდებათ ბავშვებს ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, პრობლემები რახან არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი გამართულად და სწორად არ მუშაობს. საჭიროა ბევრი ლაპარაკი ბავშვებთან და ველაპარაკოთ იმ პრობლემებზე, რაც მათ აწუხებთ და მათ აინტერესებთ. აი ეს პროგრამები ხშირად მათთვის ეს არის თავსმოხვეული. ჩვენ შეიძლება კი მოგწონს ის, რასაც ვასწავლით, მაგრამ ბავშვებს აღარ უნდათ, რაღაც სხვა უნდათ. ამ ბოლო დროს გრძნობთ, რომ აი მასწავლებელი და მოსწავლე უკვე სხვა ენაზე ლაპარაკობთ, იმიტომ რომ მათ სხვა საჭიროებები აქვს და ჩვენ ვერ ვაწოდებთ ამ საჭიროებებს. ვერ ვაკმაყოფილებთ მათ მოთხოვნებს, იცით? პროგრამები უნდა შეიცვალოს აუცილებლად. თვითონ ეს განათლების სისტემა რადიკალურად შესაძლებელია. მოსწავლეს აღარ შეუძლია 45 წუთიან გაკვეთილზე ჯდომა და მით უმეტეს ერთი დღის განმავლობაში 6-7 გაკვეთილის მოსმენა, 7 სრულიად განსხვავებული მასწავლებლის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ხო? აი, ეხლა ლაპარაკია პროექტულ სწავლებაზე. შესანიშნავია თუ კი ეს მართლა განხორციელდება ისე, როგორც არის ჩაფიქრებული, ხო? მე მგონი უფრო სასარგებლო იქნება, უფრო დაინტერესდებიან მოსწავლეები, ცოდნასაც მიიღებენ, პირადი ურთიერთობაც უფრო ექნებათ. ახალი უნარების ათვისება, აუცილებლად იგივე რაღაცა ტექნოლოგიებთან მეტად ადაპტირება. მაგდასთან და გადავდი აუცილებლად. მაგდა თქვენ გაქვთ რაღაცა ისეთი სპეციფიური სამუშაო ძალიან, იმიტომ რომ ვიცით რომ ფონდ იალკნის სოციალური მუშაკი ხართ, ეს კიდევ ცალკე სხვა სტატუსია, სხვა ტიპის სოციალური მუშაკი. თქვენ რა შემთხვევებთან გაქვთ ხოლმე პრობლემა, როცა მოზარდობის კრიზისზე ვლაპარაკობთ, რა ფორმის კრიზისი აქვთ თქვენს ბენეფიციარებს და თქვენს ბავშვებს ამ შემთხვევაში და მოზარდებს? კი ბატონო, გამარჯობა კიდევ ერთხელ. მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით. რაც შეეხება ამ კრიზისს, მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა მოზარდისთვის ერთნაირად მიდის ეს პროცესი, ერთნაირად ამჟღავნებენ ამ კრიზისულ სიტუაციებს, თუმცა თქვენ როგორც აღნიშნეთ, ჩვენთან არიან ისეთი მოწყვლადი ოჯახის ბავშვები, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებსაც კიდევ უფრო დამატებით ემატებათ ხოლმე გარკვეული სახის გამოწვევები ამ ასაკში. ძირითადად არ გავცდები ახლა იმ თემას, რაც მთავარია და რასაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით, არის ის, რომ იპოვონ თავიანთი თავი და დაიმკვიდრონ, როგორც აღნიშნეს ჩვენმა სტუმრებმა. პირველი აქვთ მოთხოვნილება ყოველთვის ეს ბავშვებს, რომ იყვნენ აღიარებულნი, როგორც საზოგადოებაში, ისევე ოჯახში, თავიანთ თანატოლებში და ეძებენ მუდმივად რაღაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ეტყვია, რომ მე შენს გვერდით ვარ, შენთან ვარ და მე გაღიარე, მე გაფასე, მე მიყვარხარ და მე მოსდევს ხოლმე, აი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან ესეთი საინტერესო იყო ჩემთვისაც, როცა მოზარდობის თემას ვეხებოდი, რომ ეს რაღაც მასლოუს თუნდაც პირამიდა, ხო, ჯერ საჭიროებები როგორ არის განლაგებული. ამ მოზარდობის პერიოდში თითქოს პირველი მოდის რაღაც ზუსტად ის, რომ იყვნენ აღიარებულნი და შეიძლება ის საკვების და უსაფრთხოების
თემა რაღაც მეორე, მესამე საკითხად განიხილონ ხოლმე. კი ბატონო, ბულინგის თემა არის თქვენს ბავშვებთან და ზოგადად მოზარდებში ძალიან დიდი თემა, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო მეტად, იმიტომ რომ სხვა ბავშვებისგანაც ხდებიან ხშირ შემთხვევაში თქვენი ბენეფიციარები ბულინგის მსხვერპლი. თუნდაც იგივე აი მოწყობილობა ვახსენეთ ჩვენ და სოციალური პირობები, ეს კიდევ დამატებითი კრიტერიუმია ის გამოც ალბათ ბულინგის მსხვერპლი ხდებიან, ხო? ამ შემთხვევაში აი როგორ ვაზღვევთ რისკებს თუ შეიძლება რომ ეს კითხვა დასვა, იმიტომ რომ ძალიან რთული ამბავია და სახელმწიფოს როლს რაში ხედავთ ამ შემთხვევაში, რამდენად საკმარისი არის სახელმწიფოს ჩართულობა, რომ ბულინგი იყოს ნაკლები თქვენ ბავშვების შემთხვევაში? ხო, ბულინგი საკმაოდ ისეთი პრობლემაა დღევანდელობაში და განსაკუთრებით ამ უმცირესობის თემის მიმართ, ვისთანაც ჩვენ მუშაობთ, ძალიან ხშირად ისეთ ადგილებში, ისეთ სოციუმში, სადაც გასვლა გვიწყებს და გგონია რომ მოლოდინი გვაქვს რაღაც შედარებით მიმღებლობა უნდა იყოს, იქაც კი სამწუხაროდ ვაწყდებით ხოლმე ბულინგის ისეთ შემთხვევებს, რომელსაც არც მოველით და არც კი არ ხო თანატოლები სახელმწიფო არ იმჩნევს ამ ადამიანებს. კი, ზუსტად ძალიან დიდი პრობლემა ახლა სახელმწიფოზე რა ვიცი რაღაც ნაყოფიერს რომ დიდათ არაფერს აკეთებს ეს მე მგონი ცხადია ახლა არ მინდა ძალიან პოლიტიკურ განცხადებაში გადამივიდეს მაგრამ სადაც რა ახალგაზრდებს რაღაც ცემს და ციხეში გამოკეტავს რომელ ასე თქვა სერვისებზე უნდა ველაპარაკო იმ სახელმწიფოს ხო არ არის საკმარისი რა თქმა უნდა ხო მეტია გასაკეთებელი და ჩვენ რას ხედავთ დღეს ხედავთ იმას რომ სახელმწიფოსთვის ახალგაზრდები და ბავშვები არ არიან პრიორიტეტულნი სანამ გადაცემაში შემოვიდოდით ახლა უცებ სკროლავდი რაღაც ფიდებს და ბოლო ნიუსი რაც შემხვდა იყო ის რომ ერთ-ერთ რაღაც პედაგოგების რაღაც დაჯილდოებაზე ბავშვი ჩავარდა სადღაც თხრილში დაიღუპა კახეთში. დღისით, მზისით რაღაც 21 საუკუნეში. კი ბატონო, თუმცა უბედური შემთხვევა როგორ ახსნეს? კი, ვაწყდებით იმას, რომ სახელმწიფოსთვის ცოტა სხვა რაღაცებია პრიორიტეტული, ვიდრე ბავშვები, ახალგაზრდები და მათი უსაფრთხოება. ეს შემთხვევა კერძო სექტორში იყო, თუმცა მე თვალში მომხვდა, როგორ ახსნეს ეს უბედური შემთხვევა, რომ მშობლის უყურადღებობით ახსნეს და ეს იყო ყველაზე მძიმე წასაკითხი. მე მინდა რომ კიდევ ერთი კითხვა დავსვა და ეს ორივე სტუმარს დაგისვათ სექსუალურ განათლებაზე. ამ თემაზე ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია და ამის საჭიროებაზე და გვახსოვს როგორი რეაგირება მოყვა საზოგადოების მხრიდან ამ სათაურს, რომ სექსუალური განათლება სკოლებში მიუღებლობა, სასტიკი და წინააღმდეგობა სხვანაირად იქნა აღქმული. თუმცა მე ვიცი რომ ეს სერიალი თქვენც გაქვთ ნანახი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო ფილმშიც, იმიტომ რომ ნახეთ რომ ყველაფერი ამით აიხსნა საბოლოო ჯამში, როგორ ცდილობენ სექსუალური იდენტობის და აღიარების მოპოვებას მოზარდები. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ შემთხვევაში ძალიან ბევრად უფრო რთული შემთხვევები გვაქვს სექსუალური განათლების ნაკლებობის გამო და სკოლებშიც კიდევ დაგვანახა თუ არა ამ მოცემულობამ კიდევ საჭიროება რომ აუცილებელია სექსუალური განათლების შეტანა, თუნდაც სხვა სათაურით არ ვიცი სკოლებში. საერთოდ სერიალი არის ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ, რომ ყველა მასწავლებელმა უნდა ნახოს, ყველა მშობელმა უნდა ნახოს და ჩვენ ამ თემებზე ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ. არ უნდა არსებობდეს იცით ტაბუდადებული თემები. ამ სერიალში სკოლის პრობლემები ჩანს, მასწავლებლების დამოკიდებულება ჩანს და ეს ძალიან საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ ეს ფართო განხილვის საგანი უნდა იყოს. ყველა სკოლაში ამაზე უნდა საუბრობდნენ. და რაც შეეხება ახლა სექსუალურ განათლებას, აუცილებელია, რა თქმა უნდა, რომ ბავშვებს ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ მათ სწორად უნდა იცოდნენ ყველაფერი. ჩვენ გარეშე იგებენ ისინი უამრავ ინფორმაციას და აი სწორად აღნიშნა სტუმარმა, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ უფროსები, უფრო ჭკვიანი ხალხი ვართ, ხო? და ჩვენ უნდა ვიყოთ ზუსტად გეზის მიმცემნი ამ ჩვენი შვილებისთვის, რომ ინტერნეტში ის მასალა, ის საინტერესო ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ სჭირდებათ, რაც მათ დაეხმარებათ გახდნენ უფრო უკეთესები, ვიდრე არიან, ხო? კი ბატონო. მაგდა თქვენ შემთხვევაში რა ხდება? თქვენი ბენეფიციარები ხშირ შემთხვევაში საჯარო სკოლის მოსწავლეებიც არ არიან, ემზადებიან პრინციპში თქვენს ფონდში, რომ მოიპოვონ მოსწავლის სტატუსი, ისწავლონ წერა კითხვა და განათლება მიიღონ. ამ კუთხითაც ბევრად უფრო მოწყვლადები არიან ეს მოზარდები, რომელიც ყავს ფონდს. აი რა როგორ ახერხებთ რომ დაიცვათ?
ამ სექსუალურ განათლებაზე კომენტარს გავაკეთებ. ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან მოწყურებულნი არიან ბავშვები ესეთი ასაკია მოზარდობის, რომ ამ პერიოდში საჭიროება რომ ყველაფერი ასე თქვათ ინფორმაცია შეისრუტონ და განსაკუთრებით ხო როცა ინტერესი ჩდება სექსუალურ განათლების მიმართ. აუცილებელია, რა თქმა უნდა, თუმცა უახლოეს მომავალში გულწრფელი ვიქნები, რომ სკოლაში და განათლების სისტემაში არ მგონია, რომ ეს დაინერგოს. აგერ 1 აპრილს საერთოდ გენდერი სიტყვა ამოაგდეს ყველანაირი კანონმდებლობიდან და არ ვიცი ძალიან საშიშ რაღაც რისკებს ხედა უახლოეს მომავალში. რატომ მქონდა ესეთი საზოგადოებას მქონდა ძალიან კაცრი რეაგირება ამაზე? ანუ რა არ ვიცი, რო დავარქვათ რაღაცა ჰიგიენის გაკვეთილები, რო დავარქვათ, ანუ უსაფრთხოების გაკვეთილები, სექსუალური არ ვიცი, ექნება თუ არა მშობლებს და საზოგადოებას ესეთი რეაქცია. სათაურმა დააბნია საზოგადოება? მესმის იმ თაობისაც, საზოგადოებისაც და ჩვენთან როცა მოდიან ბავშვები, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ამ თემაზე ვესაუბროთ, გაუმახვილოთ ყურადღება. ჩვენთან მაინც გქონდეთ ის სივრცე, სადაც მიიღებენ ავთენტურ ინფორმაციას და რაღაც დამახინჯებულ ინფორმაციას რაღაც სხვადასხვა საიტებიდან და ასე შემდეგ. რაც შეეხება მშობელთან კომუნიკაციას, მათთან რა თქმა უნდა ცოტა ისეთი მათთვის გასაგები ენით გვიწევს ხოლმე ინფორმაციის მიწოდება, რომ ისო ბავშვის საუკეთესო ინტერესები არ დაზიანდეს. ვუხსნით, როგორ ვაწვდით. ეხლა მშობლებს რა დავაჯეროთ, რომ აუცილებელი არის ამაზე საუბარი. ალბათ თქვენი როგორც რაღაც კომპეტენტური ადამიანების მიმართვა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რა ტიპის ინფორმირება არის მნიშვნელოვანი. სწორად იქნეს მიწებოდებული ეს თემები და კომპეტენტური პროფესიონალი ადამიანი კითხულობდეს ამ საგანს, იმიტომ რომ ესეც ძალიან სახიფათოა, ვინ წაიკითხავს ამ საგანს, ვინ ასწავლის, ვინ როგორ ესაუბრება, ხო? აი ესეც დასაფიქრებელია და კი ბატონო. მოკლედ მე ბევრი კითხვა დამრჩა კიდე ეკრან დამოკიდებულებაზე და ტელეფონების გამოყენებაზე, მინდოდა რომ კიდე დამესვა კითხვა ამის პრევენცია თუ არის შესაძლებელი, მაგრამ როგორც მეუბნებიან ჩვენ აღარ გვაქვს ამის დრო, იმიტომ რომ ეს კიდე ცალკე დიდი თემა არის და ვერ ამოვწურეთ სამწუხაროდ მოზარდობის კრიზისი. მადლობა მინდა გითხრათ, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები და ეჭვი მაქვს რომ კიდე დაუბრუნდებით ამ თემას. სხვა დროსაც ალბათ ახალი კიდე პრობლემებით, რომელიც მოზარდობის ასაკში ჩნდებათ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ მაგდა მოდებაძე, ფონდი ალკნის სოცმუშაკი და თამუნა ლომთაძე, მასწავლებელი და ასევე არაერთგზის დედა, არაერთგზის გამოიარეთ ეს საკითხი თქვენს ოჯახში და წარმატებითაც როგორც ხედავს საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა ვებშტობების სტუმრებს. გადაცემის დასასრულს ისევ ფილმს უნდა მიუბრუნდე, სადაც აღსანიშნავი თემაა განვითარებული ქვეყნების მიდგომები და პროტოკოლი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართ და ეს ზემოთ აღნიშნულ Netflix-ის სერიალშიც კარგად ჩანს. სადაც სისტემისთვის მძიმე დანაშაულში ბრალდებული მოზარდიც შვილოა, რადგან უდანაშაულო თუ დამნაშავე შვილებისთვის სისტემა ერთნაირად სამართლიანი და კეთილგანწყობილია, რადგან ის უპირველესად მოქალაქეა, რომელმაც ადრე თუ გვიან სოციუმში დაბრუნება უნდა შეძლოს. რადგან მსჯავრდებულების სტატისტიკა უპირველესად ინდიკატორია სისტემური პრობლემების, რაც ადამიანებს დამნაშავეებად აქცევს. ეს სტატისტიკა კი ჩვენს ქვეყანაში სახარბიელო ნამდვილად არ არის, ბოლო თვეებში განსაკუთრებით ოფიციალური მონაცემებით მხოლოდ მსჯავრდებული არასრულწლოვანების რაოდენობა ბოლო 3 წელიწადში 78%-ითაა მომატებული. რას გვაჩვენებს ეს ციფრები, თავად განსაზღვრეთ, ჩემი მხარდაჭერა მათ, ვინც მიიჩნევს, რომ სისტემამ აქცია ისინი პატიმრებად. თავისუფლება პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდებს და სოლიდარობა მზიას. მომდენო ხუთშაბათს შევხვდებით ერთმანეთს 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე. ნახვამდის.